თუ ხშირად გაწუხებს აკვიატებული აზრები, ან გჭირდება რაღაც კონკრეტული რიტუალები ან ქმედებები, რომ ეს აზრები გაანეიტრალო. თუ ხშირად ბრუნდები სახლში, რომ შეამოწმო ნამდვილად დახურე თუ არა კარი ან გამორთე უთო. ან თუ გაწუხებს ფიქრი, რომ რაღაც კონკრეტულ ქმედებას თუ არ გააკეთებ, რაღაც ცუდი მოხდება. ეს შეიძლება უბრალოდ შფოთვა არ იყოს, არამედ ობსესიურ-კომპულსიური აშლობის გამოვლინება. და ჩემს YouTube არხზე უკვე დევს ეპიზოდი, სადაც შეგიძლია გაიგო, რას ნიშნავს ობსესიურ-კომპულსიური აშლობა და როგორ მუშაობს ჩაკეტილი წრის მექანიზმი. ასევე ფსიქოთერაპიის რომელი მეთოდები მუშაობს განსაკუთრებით კარგად ამ ტიპის აშლობასთან და რა უნდა იცოდე თერაპიის შესახებ, სანამ დაიწყებ. რაში მდგომარეობს განსხვავება სიმპტომის მოხსნასა და მიზეზების გარკვევას შორის. და ასევე ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეგიძლია დამოუკიდებლად იმუშაო ამ პრობლემასთან. თუ ეს თემა გაინტერესებს, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ ჩემი ახალი ვიდეო და YouTube-ის მუს იხილავ პროფილის აღწერაში. ნახვამდის.